Tara მიმოხილვა გავაკეთოთ, ახლა რა მოხდა, როგორც არის fake pump, ანუ ახტომა, ისე fake dump. ეს dump-ი ნიშნავს დავარდნას, ანუ ხელოვნური დაწევა მოხდა ბიტკოინის დაახლოებით 900 ბიტკოინი წავიდა ვიღაცის ვალეტებში, ანუ შესყიდვა მოხდა 24 საათში და როცა იყო მაღალი ფასი, მაშინ მოხდა პირიქით outflow, ანუ გასვლა. გაყიდვა ეს ნიშნავს, რომ ვიღაცებმა ბევრმა ამ მომენტში გაყიდეს და შემდეგ ფასი წამოვიდა დაბლა და უკან იყიდეს. მარტივი მათემატიკაა, ძვირად გაყიდე, იაფად იყიდე, ძვირად გაყიდე. ამასობაში გროვდება ფული. ეხლა ეს გადაედო სხვა ტოკენებსაც, იქ უფრო მეტია პროცენტული მონაცემი, სხვაობა უფრო სწორად და იქ უფრო მეც იგებ თითოეულ კოინში, ასე ვთქვათ. ანუ ყოველ $100-ზე უფრო მეტ პროცენტს იგებ, ვიდრე ბიტკოინში, ან ვთქვათ იგივე ეთერიუმში. ეს fake ჩამოსვლას აკეთებენ სპეციალურად, არის მაგის ხრიკები, დასპეციალებულები არიან. როდესაც იმით ქმნიან ისეც, რომ თითქოს ეხლა სასწრაფო დაეცემა, მასიურად გაყიდვებს იწყებენ და შემდეგ ამას აყვება სხვებიც და დიდი ნაწილი ყიდის პანიკით, შიშით, რომ არ წააგოს თავის ბიტკოინებს, ზოგადად კოინებს. შემდეგ ელოდებიან ფასის დამშვიდებას, ბაზრის დამშვიდებას და ამ ფაზას ქვია უკვე კონსოლიდაცია, ანუ აქ იწყებს უკვე მსხვილების შესყიდვას. ეს ბევრჯერ მაქვს უკვე ნათქვამი და ეს ზუსტად მოხდა ეხლაც. ფასი არის 70,600, 70,700 ამ ფარგლებში. ეს არის ახალი დიაპაზონი, წინები გახსოვთ და ეს წავა უკვე 74,000-მდე და დაველოდოთ საღამოს და ვნახავთ.